ოპა, რა ვახართ ბიჭებო და გოგოებო. ზოგადად ანუ ვინც პირველად ვხედავთ, გამარჯობა, მე ვარ გიორგი ზიპერი და დიდი თხოვნა მექნება გამოიწერეთ არხი, იმიტომ რომ ამ არხზე ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცას ნახავთ. ასე ხარანაირად ვესალმები შეჩემ ახლა სპორტში ვიყო ერთი 3 ვიდეო არ დამიდია. პირველ რიგში იმას დავიწყებ საუბარს, რატო არ ვჩანდი ამდენი ხნის მანძილზე. დეკემბერშიც არ დამიდია ვიდეო, საერთოდ არც იანვარში არ დამიდია ამის ვიდეო, იმიტომ რომ ეხლა არის 22 იანვარი და ვიდეო არხზე არ მქონია. შესაბამისი მიზეზები აქვს და ერთ-ერთი მიზეზი ამ ყველაფრის მნიშვნელოვანი მოშნი მიზეზი არის აი ეს ვიდეო. და ამ ვიდეოში რასაც გაჩვენებთ დღეს და ვერ ვდებდი ვიდეოებს. რისთვისაც ძალიან დიდი ბოდიში. ვიცი რომ ძალიან ბევრჯერ უკვე მოგეცით პირობა და ეს პირობა უკვე დავარღვიე, მაგრამ დედას ვფიცა ვარ ამ ვიდეოს შემდეგ ძალიან აქტიურად ვიქნები YouTube-ზე. პირობას ვუყურებ. გილოცავთ ახალ წელს. ძალიან დაგვიანებით, მაგრამ მაინც არ ვიყავით თქვენთან ერთად. რას ვისაუბრებ? მიიღეთ ეს მოლოცვა. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ, რომ თქვენი მიზნები აღსრულებოდეთ. ყველაფერი რაც ჩაფიქრებული გაქვთ, დარწმუნებული ვარ, რომ 2025 წელს უეჭველი მიაღწევთ. ეხლა რაც შეეხება დღევანდელ ვიდეოს სწრაფად რო გადავიდე რა, იმიტომ რომ ვიდეო არ გამორთოთ რა. ყავს შეყვარებული ნეა, 5 წელი უკვე ჩვენ ერთად ვართ. 5 წლის მანძილზე მე და ნეა ერთად გავიზარდეთ. 18 წლიდან ვართ ერთად, უამრავი რაღაც გადაგვიტანია ერთად, უამრავ ადგილზე ყოფილვართ, უამრავი გამოცდილება მიგვიღია. ამ პერიოდის მანძილზე რა თქმა უნდა ბევრ სეგონა რომ ერთად ვცხოვრობდით, ამ პერიოდის მანძილზე ერთად არ ვცხოვრობდით და ერთად არ გვიცხოვრია. მე და ნეას პირდაპირ გითხრათ, გვაქვს სახლი, 2 დიდი სახლი, ერთმანეთის გვერდით და გვინდა რომ ვაქციოთ ერთ დიდ სახლად, რომელიც იქნება ჩვენი მომავალი სახლი. ბევრ რაღაცაში მჭირდება თქვენი დახმარება. საჭირო ხალხი უნდა მაპოვნინოთ, პირობითად დიზაინერები, შიკატულგაზმა. მიუხედავად იმისა, რომ ხა ჩემი ბიზნესი Zipline Barber Shop-ი, რომელიც ჭავჭავაძის 40 ნომერში არის, ჩემი ხელით მაქვს გაკეთებული და ყველა ადამიანის კონტაქტი ჩემით მოვიზიდე, არ ამგონია რომ იგივე ხელოსნებმა შეძლონ და დამეხმარონ საოცნებო სახლის გაკეთებაში. ნეას დაველოდოთ, ნეა მოვიდეს და მანქანით წავთ და გაჩვენებთ ჩვენს მომავალ სახლს, სადაც მე და ნეა ძალიან მალე უკვე ერთად ვიცხოვრებთ. უცბელი შურით მშურს, როდესაც ვხედავ იუთუბერები ესეთ ხოძე არის. რუტო 100,000-ზე ავიდა, აქედან YouTube-ის სახელით და Zipline-ის სახელით მოგებული აუცილებლად ჩაბარდება. ხო, ვაფშე რატო ბაზრობ მეთქი უცბელი შურით მშურს თქო რა. 200,000-ზე იგეგმებოდა იდეაში, გეგმავდი რომ ავსულიყავი მანამდე სანამ 2025 წელი მოვიდოდა. და გამოვდექი, არა უშავს, თავარია რომ 2025 წელს არ გამოვდგები. არ განმეორდება. ჩვენში ოპა, ნეაც მოვიდა. მოგიტანე. წათი მიდოდა ყველი გოგი. ჩვენი სახლისთვის. წათი, მიდი და ჯექი უნდა მოგაყოლო რაღაცეები, ხახს უნდა მოუყვე, ხო? ყველაფერს აგიხსნით სახლში რა როგორ მოვიფიქრე მზითვებში რა მომაქვს. დაჯე. ეს სახლი არის ჩვენი საკუთრება არის. რაღაცები იქნება ძალიან გადასაკეთებელი და მოხარული ვიქნები თუ თქვენთან ერთად გავივლი ამ პროექტს და პირობითად თვეში თუ ვდებ 4 ვიდეოს, ძალიან მოხარული ვიქნები თუ თვეში შემოგთავაზებთ 1 ვიდეოს, პირობითად სახლთან დაკავშირებით და დროთა განმავლობაში დაიდებული სახლი ყველა თვე. მე ვფიქრობ რომ ამ წელს არა, მაგრამ უკვე იმ წელს ჩვენ თანაცხოვრებაში ჩვეულებრივად ვიქნებით. მე მგონია რომ იმ წელს თანაცხოვრებაში უკვე ვიქნებით უეჭველი. უნდა იყოს მაქსიმალურად მყუდრო სახლი. ისეთი ხედები აქვს რომ დაგანახებთ, აი უკვე ვიცი სად რა როგორ მინდა, ჩემი რაღაცეები რა, აი სამზარეულო და რაღაც მსგავსი. და დიზაინს რაც შეეხება, საერთო რაღაც დიზაინსაც აი ძალიან ჩანაცრისფრებული და ჩაშავებული სახლი ვერ იქნება და ვერც ძალიან გადათეთრებული. გეიმინგ ოთახს არ ეხები საერთოდ. გეიმინგ ოთახში მარტო შემოვალ დასალაგებლად. კონსოლი უნდა გქონდეს აუცილებლად სამზარეულოში. ჯობია რომ წავიდეთ და სახლი ვაჩვენოთ პირდაპირ ხალხს. ბათუმში ვინც ცხოვრობთ, მთელი ცხოვრება მას მეუნებოდნენ რომ პლოშადზე ცხოვრობდი 23 სკოლასთან მანთაშევზე, ეგეთი უბანი არის ბათუმში. დაჟე რომ ბათუმმაც არ იცის რა. პლოშადი ხა ისეთი უბანია რა, ისეთი ადგილია ბათუმში რა, ყველაზე ასე ვთქვათ არასასურველი რა. ეს ბინა ჩვენ გვაქვს პლოშადზე. ანუ მე და ნეა ვხდებით პლოშადელები, ეგრე გამოდის. 2 ვარიანტი გვაქვს. ან ეს 2 გავაკეთოთ და მაგარი გამოვიყვანოთ და მეორე ვარიანტი არის ის, რომ უნდა გავყიდოთ 2-ვე და ვიყიდოთ 1 და დიდი. ბაითი. ჩემი უბანი არის ძალიან მშვიდი, ძალიან მშვიდი. ძალიან გამწვანებული. ზობლური. ოუф,
მე რა ჩემი უბანი რატო არა მეზობლური ვითო? არა, შენიც არის, მაგრამ ჩვენი როგორ აიცი? ძალიან ისე რა. რა? ჩვენ რომ მეზობლობა გვაქვს ერთმანეთთან? 4-5 მეზობელს იცნობ. ძველებს ვიცნობ და კიდე. ჩვენ ყველას ერთმანეთთან დუჟენია გვაქვს. კარგი, ახლა მაგაზე ხომ არა აი. ხო, მოკლედ. ხედები მაინტერესებს, იმიტომ რომ დამოვიწყდა უკვე როგორი ხედები აქვს. ძალიან ძნელი არის ორივესთვის და ძალიან კარგი არის. მე მაგალითად მაგრად მიხარია, აი რომ გავიღვიძებ და იმასთან ერთად ვიქნები სულ. მანასაც შევიძახი რა. შენთან ერთად რო ვიქნები სულ და აი ჩვენ როგორც გვინდა ისეთ სახლი რო გვექნება, მაგრად მიხარია. და მეორე ამბავი არის რომ ორივესთვის ძალიან რთული არის, იმიტომ რომ ნეა არის მამასთან ერთად მარტო, მე ვარ დედასთან ერთად მარტო და დედაჩემის გარეშე არ ვიცხოვრია. სადარბაზო აი ესეთი ამბავია სადარბაზოში. მეზობლები ისე ყავს რომ ლამის მეზობლები არ ყავს. ორი ბინა ჩვენი არის და ეს ორი ბინა არის ჩვენი. ისეთი რაღაც უნდა გავაკეთოთ რომ ორივე უნდა გაერთიანდეს. მე ვფიქრობ რომ აი აქ გამოვიყვანოთ კედელი. არ შეიძლება. ერთ ბინას ავრავდოთ და მოკედლავთ და აქედან კარი შიგნიდან იქნება უკვე გაკეთებული. შენ ვილაპარაკებ მაინც არ ისმის შენი ხმა. ეს მგონია იქნება შენი გეიმინგ რუმი. რაღაცა იტყობა რომ გეიმინგ რუმია. იქეთ დაგანახებთ ახლა ხეთს, საიდანაც ანბანის კოშკი ჩანს და ღამე აქაურობა იქნება რაღაც სასწაული. ჯერ ვნახოთ კიდევ მეორე ბინის ხედიც, იმიტომ რომ ხო ვთქვით რომ ორი ბინაა და რომელსაც უფრო უკეთესი ხედი ექნება, იქ იყოს სამზარეულო. აივანი გვექნება ლამის 180 გრადუსიანი. აქეთ გვაქვს ქალაქის ხედი. აი პლოშადის ხედი, ჭავჭავაძის ხედი, ანბანის კოშკი უკვე იქეთ ამ მხარეს. და ჩვენ გვჭირდება ერთი დიდი სამზარეულო, რომელიღაცას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ კედელი მოვანგრიოთ და დიდი სივრცე შევქმნათ რა. არა, ეს ხედიც ძალიან მომწონს სამზარეულოსთვის ისე. ეს აქ არის ერთი დიდი მისაღები. ანუ იმისთვის არის ნაყიდი იდეაში თავის დროზე რომ როცოლს მოვიყვანდი ერთში დედაჩემს და მამაჩემს ეცხოვროთ და მეორეში ჩვენ, მაგრამ დედაჩემ არ დატოვებს უბანს და მამე ძალიან ახლოს არის ეს სახლები ერთმანეთთან ფეხით არის 3 წუთის ავალზე. ეს არის იდეაში ამ სახლისთვის გათვალისწინებული როგორც მისაღები. აქ თუ მოვალთ და აქ ვაპირებთ ხო იდეაში ცხოვრებას, მაშინ გამოდის რომ ორი მისაღები არ გვჭირდება. ამიტომ ერთ უზარმაზარ სამზარეულოს გავაკეთებთ, სადაც იქნება ჭამის სივრცეც, ანუ სადაც დავჯდებით, შევჭამთ. აქ სავარაუდოდ იქნება ალბათ 30 კვადრატი. ეს სივრცე არის მოკლედ ერთ-ერთი მისაღები. აქეთ არის აი ესეთი ოთახი. შეიძლება რომ ეს არის იდეაში სამზარეულოდ გათვალე. არა, ეს უნდა ყოფილიყო სამზარეულო. გაზი, ყველაფერი აქაა გამოყვანილი. აქ უნდა ყოფილიყო ალბათ საშრობის საგადრდერობ რაღაც მოკლედ ანუ რა ბარახლოს შესანახი და აქ უნდა იყოს სააბაზანო, რომელიც არ არის სხვათა შორის პატარა. და ყველაფერი ძალიან კომფორტულად მოთავსდება აქ. ანუ სულ ერთადერთი ბინა გქონოდა, ვიცხოვრებდით კარგად, ცოტათი პატარა იქნებოდა და ძალიან დიდი თხოვნა მექნება თუ იპოვით კარგ დიზაინერს ან თუ ვინმე ამ ვიდეოს უყურებთ, ვინც ხართ პირველ რიგში კარგი დიზაინერი და შეგიძლიათ ანუ შიდა ინტერიერი დაგვაპროექტებინოთ ისე როგორც ჩვენ გვინდა, მადლობლები ვიქნებით, გადავიხდით. გადამხდელი ხალხი ვარ. გავერკვიეთ რომ ეს უნდა ყოფილიყო საძინებელი. თხელი კედლები არის. კედლები არის რაღაცნაირი. ცხოვრების საძინებელი. ხო, მაგრამ ხო ვთქვით რომ გეიმინგ ოთახი უნდა იყოს. რა? აბა რა ვქნა ვოზიშვილი იყო. ოთახთანაც არ უნდა იყოს. ეს გახდა ახლა? გეიმინგ ოთახისთვის ძალიან დიდია. რატო ბიჭები მოვლენ და შენთან დასხდებიან პატარა მდივანს? ჩემთან დასხდებიან რას ნიშნავს? თქვენი სივრცე გეკნებათ, ხდები რაღაცა სათამაშო და ის. jasne. გადასაღებ სივრცესაც მოაწყობა. არა, უკვე პიზდეც და. უკვე პირველი კონფლიქტი. ხო, წამო? რაღაცა მეორე მაგიდასაც დადგამ და ანუ მეორე კომპიუტერიცაც დავდგამ გონია, შენ გიჟი ხარ, მასეც არ მიყვარს მაგაც. ხო, არ ვიცი მოკლედ ეს სამზარეულო, საფირფარეშო. ეს არის პირველი სახლის მისაღები. აქ სავარაუდოდ იქნება საძინებელი. აქ იქნება საფირფარეშო. გაერთიანება უნდა მოხდეს ამ სახლის ბიუჯეტთა კედლით და აი ამ კედლით. აქ ფიზიკურად სხვანაირად არ გამოვა. უდიდესი მისაღები გვექნება. ეხლა თქვენ იდეაში სიუცეს ვერ აღიქვათ, მაგრამ ეს ოთახი გაერთიანებული და იქეთა ოთახი გაერთიანებული. ერთად დიდ მისაღებს მიიღებს. მაგრამ აქვე პატარა ჭრა, იმიტომ რომ ძალიან გაუგებრად ვლაპარაკობ რა. აი ეს არის პირველი ბინა, აი ეს არის მეორე ბინა. პირობითად რო წარმოიდგინოთ იდეაში. აი ეს ბინა, აი ამ ბინას უერთდება აი ამ კედლით. შუაში აქვს ერთი საერთო კედელი, ჩვენ გვაქვს გასარკვევი, აი ეს კედელი საყრდენი კედელია თუ არ არის საყრდენი კედელი და შეგვიძლია რომ დავანგრიოთ. ანუ იმ შემთხვევაში თუ ამ კედელს დავანგრევთ და ბინას გავაერთიანებთ, გავაუჩითავთ ერთ დიდ ბინას, რომელიც აღემატება 140 კვადრატს. გააგრძელე. აქ იქნება
სავარაუდოდ სამზარეულო, იმიტომ რომ უდიდესი ხელი არის დაახლოებით კუნძული პლუს რაღაც საჭმელი ადგილი და რაღაცა საუკეთესო სამზარეულო გვექნება მარტო. სავარაუდოდ გეიმინგ რუმი იქნება აქ. მაგრამ მინუსი არის ის, რომ მეორე საძინებელი მოვტეხით. აქ ამ სამ ოთახში როგორც არის ეგრე რჩება. ორი ტუალეტი გვექნება დიდი. შენ თუ არ მოგეშლება ნერვები იმაზე რომ უდაწმინდო სულ და ვფიქრობ, რომ ამ ხელოსახში ერთი საძინებელი ძალიან ცუდია. ანუ ორი საძინებელი უნდა გქონდეს. ვფიქრობ, რომ აქ რომ დიზაინერი ჩვენ დაგვეხმაროს და ჩვენ ერთად მოვიდეს და ნახოს, ძალიან კარგ ვარიანტს შემოგთავაზებს, როგორ გავაკეთოთ გეიმინგ ოთახით, ორი საძინებელიც გამოვა, თუ გინდა დავთმოთ ერთი საპირფარეშო. მოკლედ, ხო, აქეთ სახში რო გადავიდეთ და გაჩვენოთ და ესეთი მისაღები სივრცე არის. აქ ვფიქრობდი ჩვენს საძინებელს და აქ უნდა იყოს კიდე საპირფარეშო, იმიტომ რომ ეს სივრცე ძალიან დიდი არის. აქ იმენა დუში იქნება რა, ანუ იტოპში დასაბანი სივრცე იქნება და იქ უფრო რაღაცა ხელპირი და რაღაცა ტუალეტის და რაღაცა და თების ხედიც გვაქვს და ქაქის ხედიც არის. რეალურად მე ვერ აღვიქავთ ანუ იმდენად კარგი სივრცეები არის ორივე სახში, რომ ყველაფერი გვინდა რომ გამოსაჩენი იყოს. და მაგიტომ ვერ ვფიქრობთ ოთახი სად უნდა იყოს. 1 2 3 4 ოთახი. მე უკვე ვიჭედებით რა, წარმოვიდგინოთ ოთახი უნდა გქონდეს, აი ამ ხელა ოთახი, ანუ 180 გრადუსით პანორამულია და ხო, ვინც შეიძლება დროთა განმავლობაში ისე შეგვეგუოთ, რომ მადლობა ვთქვათ, რომ აქ ოთახი გავაკეთეთ. ამ ასპექტში გჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენ არაფერი არ გვაქვს ჯერ გადაწყვეტილი რა. შეიძლება მოვიდეს დიზაინერი, რომელიც გვეტყვის, რომ რა გააკეთეთ სამზარეულო, იქნება უკეთესი, იმიტომ რომ ეს ჩვენ რეალურად სახში გჭირდება ერთი გეიმინგ ოთახი, ჩემთვის და ჩემი მიხისთვის. გამოიწერეთ მეორე არქივში გეიმინგი, რაიტას. ანუ რეალურად მახლობლად 140 კვადრატში უნდა ჩავატიროთ ერთი დიდი მისაღები, სამზარეულო, ორი საძინებელი, ერთი გეიმინგ ოთახი, ერთი საპირფარეშო, საბაზონო რომლისთვისაც ორი ადგილია და რაღაც და მართლა თქვენი დახმარება გჭირდება დიზაინერის ვარიანტში. თუ ვინმე ხართ ისეთი ახალგაზრდა ჯიგარი ტიპი, რომელსაც ანუ შეუძლია მოდერნისტულ სტილში, ანუ ჩვენ მაინც რაღაცა ეგრე გვინდა თანამედროვე. ვაგნობლების ვიქნებით რეკლამაზეც პრობლემაა რა, ჩვენი მხრიდან რაღაცა ავეჯზე, ვიღაც ვთქვათ რაღაცა ნებისმიერ ვარიანტში მე თქვენთან თანამშრომლობაზე ვარ გახსნილი და ჩემთვის იდეაში საინტერესო არის და რომც არავინ არ გამოჩნდეს ეს სახლი ჩემი ფინანსებით მაინც უნდა გაკეთდეს, პრობლემა რა ჭირდება არ. მაგრამ როდესაც გაკეთდება და მე რო ყოველდღიური კონტენტი დაიდება, სულ შეიძლება იდეაში გავაკეთოთ ერთი საძინებელი და ერთი ადგილი, საიდანაც კონტენტი შეიქმნება. შეხედოთ ოჯახი ვართ ბრატ ინფლუენსერების. თვეში მიახლოებით ერთი ეპიზოდი დაიდება, შეიძლება შემდეგ თვეში უკვე დავდო ვიდეო, სადაც უკვე გაჩვენებთ როგორი იქნება მომავალში ჩვენი საქმე. არ მინდა უხეშად გამომივიდეს, მაგრამ რეალობა არის ის, რომ არავინ რომც არ შეგვეხმიანოთ, ჩვენ მაინც მაგავაკეთოთ ისე როგორც გვინდა. ჩვენთვისაც არის, მაგრამ დარწმუნებული ვარ თქვენთვისაც იდეალური ამბავია, იმიტომ რომ ესეთი პროექტი მიიღებთ მონაწილეობას. ამიტომ მიჩნდეთ. ამას რა ჭირს? რაც შეიძლება მალე გვინდა რომ ეს სახლი დამთავრდეს, რაც შეიძლება მალე გვინდა რომ უკვე ერთად ვიცხოვროთ, ვფიქრობთ რომ სადღაც იმის მერე რაც გვექნება ჯვრისწერა, შეგვიძლია ერთად უკვე გადმოვიდეთ საცხოვრებლად და ჩვენს საქმეებს და ჩვენს მომავალს უკვე ერთიანად და ერთი სახლიდან მივხედეთ იდეაში. ამიტომ მართა გულით გთხოვთ რომ უეჭველი გაიჩნდეთ. ან თვითონ დიზაინერებო გამოჩნდეთ, ან რეკომენდაცია გაუწიეთ თქვენთვის ნაცნობ ძალიან მაგარ დიზაინერს, რომელიც არ გაგვაწვალებს და გემოვნებით ახო, ამ ეტაპზე იმის თქმა შეგვიძლია რომ გვინდა მოდერნისტული სახლი. ეხლა შევდივართ მეორე ბინაში. აქ რა მდგომარეობა? ხო, ბადაჟი მანქანის ნაწილი დევს. იმ მეორე ბინაში, როდესაც შედიხარ გეიმინგ ოთახი თქო რო ლაპარაკობდით იდეაში რა. ანუ წარმოიდგინეთ ის კედელი არის აი ეს კედელი. და უნდა გატყდეს და ეს უნდა იყოს დიდი რაღაც ერთი ოთახი, სავარაუდოდ მისაღები. რომელი კარი გვინდა რომ დავტოვოთ? ორი კარი ხო არ გვექნება სახლის? სავარაუდოდ ეს ამოილუქება. რეალურად ჩვენ ამ ვიდეოდან არ ვეძებთ მხოლოდ და მხოლოდ დიზაინერს. დედაჩემს ადრე გქონდა ამ ბინის გარემონტების სურვილი. მივაგენით ერთხელ ესეთ კომპანიას, რომელმაც შემოგთავაზა ესეთი რაღაც, რომ მოკლედ ორივე ბინას რაღაც კონკრეტული თანხის სანაცვლოდ იდეაში გაგვირემონტებდნენ. მახსოვს დაჟე ისიც გვითხრეს, რომ ორი ოპშენი გქონდა რა. გვითხრეს შედარებით ნაკლები თანხა და გვითხრეს, რომ მასალა ყველაფერი ჩვენი ფინანსებით უნდა გვეყიდა და ისინი უბრალოდ გააკეთებდნენ და ანუ ესე რომ ვთქვათ მარტო
ხელობის ფულს აიღებდნენ რაღაც. პირობითად რო ვთქვათ რაღაცა გითხრეს $10,000, ანუ $10,000 გითხრეს რომ კედლების გაკრასკვას და მოკლედ ეგეთ საქმეებში შეასრულებდნენ და ჭირდებოდათ $10,000 თუ $12,000 გითხრეს მოკლედ ზუსტად არ მახსოვს და მეორე ოფშენი იყო რომ გითხრეს შედარებით მეტი. ოღონდ ანუ ავეჯის გარდა ყველაფერს თვითონ იყიდნენ, ყველაფერი რაღაც ძალიან high level-ის არ იქნებაო, მაგრამ ანუ თუ გაქირავება გინდათო, ანუ კარგად გაიკეთებთო რა. ჩვენ ვეძებთ პირველ რიგში რა თქმა უნდა დიზაინერს, ადამიანს, რომელიც ამ ყველაფერს დაგვალაგებინებს და მოგვაფიქრებინებს და მერე ვეძებთ კომპანიას, რომელიც ამ ყველაფერს კარგად ჩაიბარებს. გაითვალისწინეთ რომ თან ბათუმში ვცხოვრობთ. თბილისში ვიცი რომ ძალიან ბევრი კომპანია, ბათუმში არ ვიცი. თუ იცით და თუ შეგიძლიათ დახმარება ჩვენი, შეიძლება იდეაში კომენტარებში დაგვიწეროთ თუ აი Facebook-ზე ნახე ეს და ეს კომპანია, შეიძლება თვითონ კომპანია გამოგვეხმაუროს და შემოგთავაზონ რაღაც ბარტერული წესი. ამ პირობითად გავიკეთონ რაღაც დიდი ფასდაკლება. დედაჩემის გარეშე ალბათ ყველაზე დიდი 5-6 დღე დავრჩენილ ვარ სხვაგან. ჩემთვისაც ძალიან დიდი ნაბიჯია და ნეასთვისაც ძალიან დიდი ნაბიჯია და ამიტომ გვინდა რომ ჩვენი პირველი თანაცხოვრების ბინა იყოს იმდენად იდეალური, რომ პირველ რიგში ჩვენ მოგწონდეს მან ცხოვრება და ასევე გვინდა რომ ესეთი ბინა გამოვიყვანოთ, რომ ორივეს კომფორტს შეესაბამებოდეს რა. პირდაპირ მისაღები ხო არ გექნება შემოსასვლელთან. მეორე სახლში ეს პირველი ოთახი. ვა, ეს რა მაგარი კუთხე არის ხო არ გადაო. აქ წარმოიდგინეთ ნახე რა ლამაზი კუთხე არის. აი ესეთი მისაღები უნდა იყოს რა. აქ იქნება მისაღები იდეალური მართლა. აქ მუშის ჯუსტი ბოდიშვილი ყო პამპერსი რომელიც აყვავდა იქ. აი გაჩერდი ერთ წამითნია. შეხედე? ანუ აქედანაც კაი ხედი არის ძალიან რა. მოანგრიან საერთოდ. არ მოანგრევენ ამას. მოგწონს ხო? კი, მაგრამ ვერ ჩამოვაყალიბე თავში პროექტი, ანუ ვერ წარმოვიდგინე რა ვიზუალურად რა როგორ უნდა იყოს. მაგრამ ნელ-ნელა გავივლით და აი ეს არის შედარებით პატარა აივანი წეგან სადაც ვიყავით. და აქეთ ამ მხარეს ამას დიდი აივანია. კამერა იქნება წარმოიდგინე? ძალიან დიდი წვიმის დროს, ან ფეირვერკების დროს, ან ჭექაქუხილის დროს, ანუ ყველაფერს უყურებთ საერთოდ და ძალიან ლამაზი იქნება. აი ეს პლაზა ყველამ იცის იდეაში. ყველაზე ბუნებრივი ვლოგი იყო და ეხავე აგიხსნით რატო. წარმოიდგინეთ ტიპა ერთი ნაბიჯი გააკეთა იმაზე რა ქვია. ხო, მაგრამ იმდენად ხახვრავალი ადგილია რომ დავიღებ. ეხლა ხო არ მომიწევს აქ სიარული არა, მანქანა. ჭირთან ერთად მოგიწევს. ჩავალ პარკინგზე. ჩავალ. დაორთქლე გოგო. რატო არის ბუნებრივი ვიდეო რა? ჩვენ წინასწარ არ დაგვიგეგმია. ჯერ მივიდეთ აზრი დავალაგოთ. არაფერზე არ გვილაპარაკია საერთოდ რა. ამ სახში ვიყავით მედანია ერთხელ. ეხლა ვართ თქვენთან ერთად. თქვენთან ერთად მინდა რომ ყველაფერი გავაკეთო. დარწმუნებული ვარ რომ შეიძლება მე რაღაცა იდეა გამიჩნდეს, მაგრამ იქ იმდენი აზრი და იმდენი იდეა გაჟღერდება, თუნდაც თქვენი დახმარებით კომენტარებში რა. ვიღაცა ბოლოს რაღაცა თესლ იდეას გააცრობს. ანუ რეალურად იმდენი ოთახია რომ რაღაც ერთი ოთახი მერე ცარიელი ხრჩება და შეიძლება ვაფშე ისეთი იდეები მოგვაწოდოთ რომ ჩვენ არ ვიცით და არსებობს რაღაც კარგი ისინი რა ოთახი ხო ჩვენ მე პირადად ეგეთ კორპუსში დავიბადე და გავიზარდე იმენა რა აი მთელი ამ ვიდეოს მუღამიც მაგაშია რომ აზრზე არ ვართ რა უნდა იყოს და რა უნდა გავაკეთოთ რა იქნებ თქვენც გადაახვიოთ გადმოახვიოთ რაღაცები უფრო უკეთესად გაჩეკოთ და რაღაც იდეები დარწმუნებული ვარ რომ უკვე იდეები გაქვთ და შემოგთავაზოთ თქვენი აზრი იმენა შავი კარკასი არ არის რა უკვე ძალიან ბევრი რაღაც და დასხმული კედლები და ეს გალესოა და რაღაცები მოკლედ ანუ ეგეთი საქმეები უკვე მოთავებულია და ეგ უკვე გაკეთებულია კედლები არის გასაშპაკლი შპაკლი არის მისარტყამი უნდა გაიშპაკლოს და უნდა შეიღებოს გევიჩიტე ბაიცე ჩემი ხა მოვედეს სახში ცოტა ხანი აქ დავისვენებ მე ბიჭებთან ერთად გავდივარ და სავარაუდოდ მაგასაც გაჩვენებთ და დაგათვალიერებინებთ თუ ისე მოხდა ვაიდა ისე მოხდა არ ვიცი რა ვერ გავტეხეთ ეს კედელი ვაშე დედის ოპშენი გაიჩიტა კაკრას ეხავ ნახე ინტერნეტში სახში რომ მოვედი დავიგინები რომ ნანახი გექნება TikTok-ზე ვიდეოები ტიპები რომ დუბაიში დადიან სადღაც ქუჩებში და გოგოები და ბიჭები იღებენ რომ ანუ ყველა შენობას აბსოლუტურად ყველა შენობას ანუ მაღალი კორპუსი რაც არის დუბაიში ყველას აწერია MR და ანუ ხალხი ხვდება რომ ანუ რა არის ეს MR ბოზიშვილი თურმე როგორც აღმოჩნდა მე ხა გავიგე რომ ეს MR ყოფილა ყველაზე დიდი და ყველაზე მსხვილი კომპანია ანუ წარმოიდგინე ამ კომპანიის გაკეთებულია ანუ დუბაი ლამის მთლიანად რა
6 მილიარდიანი რაღაცა პროექტი გაიჩითა იტოქში. საქართველოში დებს 6 მილიარდს. პიზდეცია ბოზი. ხო არ გავყიდო პლაზის ბაითი და MR-ის კორპუსებში ხომ არ დევთრიო 1-2 საზინებლიანი ბალე. ამ 6 მილიარდიდან ნახევარი იქნება აჭარაში, ანუ ნახევარი აჭარას მოხმარდება და ნახევარი თბილის. მენა დედის ის არის რა ქვია, პროექტი არის. ძალიან. როგორ განვითარდება ტურიზმი თბილისში და აჭარაში, ანუ მთლიან საქართველოში იდეაში რა. ვიღაც ტიპები არიან, რომლებიც ცდილობენ, რომ ვიღაც ტიპი არის, რომელიც ანუ აქედან რა, ამ მხრიდან, კაროჩე გააგზავნეს და ეს ტიპი ჩალიჩობს რაღაცნაირად, რომ კაროჩე რა, მოლაპარაკებებს დაენძრეს, მაგრამ ჩემი ლე, ანუ მე ვერ ხვდები რანაირად შეიძლება ეგეთი ბოროტი და რა მნიშვნელობა აქვს ვინ აკეთებს და როგორ კეთდება რა, ანუ თავარია რომ MR-ი 6 მილიარდიან პროექტს აკეთებს საქართველოში, ანუ დედამ შეგიძლია ტრაკი პროჭი დაასვენო, არა? მაგრამ არა, ამათ იდეაში ანუ მთელი მუღამი მაგაშია, რომ ნაციონალებს არ უნდათ, რომ ანუ ქოცების სახელით გაკეთდეს ეს პროექტი და ყველანაირ დედამოტყნულობას აკეთებენ იმისთვის, რომ ლიშბი ანუ ხალხს დააჯერონ, რომ ეს პროექტი არ იქნება. ან კიდე თუ იქნება და ბლეფი ბაზარია, არა და რეალურად უკვე დამთავრებულია ყველაფერი. გილოცავთ აბსოლუტურად ყველას. დიდი მიღწევა აბსოლუტურად ყველა ქართველისთვის ვარ. ხომ არ დევთრიო MR-ში ბაითები ძმა. დღე მეორე. აუგოძე წამოვედით ეგრევე რესტორანში. ცოტა გასანიავებლად, თორე ისეთი დღეები გადამაქვე რა გიხწერტივენ რაღაცა ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად ვარ. ნუ კაი მეთოდები ხო არ იცით თავის ჩამოხჩობ. და ოპა, всё მოვიდნენ. კამერით ვარ, ლუკა არ გაგიკვირდეს, ბრატ. სალამ ალეიკუმ. კაი, всё გააჩერებს. საშუალო ეს არის ადამიანი, რომელმაც YouTube არხი გამაკეთებინა და შემაქმნებინა და ყველაფერი გამაკეთებინა იდეაში რა. არა, მართა, მანდიქამი შენ დამაკრაკინე პირველად. ვიდეოები ზემოდან ეწერა ხო? კი. აგენან გავართ მეგობრებო, ეხლა ძალიან ისეთ სტრანი სახით მიყურებენ, ვერ ხვდებიან ვაფშე რა ხდება. იმენა ყლეგევიჩით ეს სუფრაზე და გიღებ ბაჭი. შენ პირდაპირ მოვეძდით. ბაითი უკვე ნახე. ძალიან არა, გოგო რახან ასე მინდა, ესე იგი ასე მინდა. ნეას ხალათი მაცვია, აუ რა, არა ბიჭურია. იყოს. არ მომწონს ასეთი კადრი. რა გონია რამდენად გამოვა და უნდა გამოვიდეს საუკეთესო ვერსია, რაც შეიძლება რომ გამოვიყვანოთ. მაქვს ძალიან კარგი მოლოდინები და მიხარია რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეგ ხო ახალი ეტაპია, ყველაფერი ახალია და მიხარია, მაგრამ თან რაღაცნაირად ცოტათი ისე ვარ. მოთრკუნული ვარ, იმიტომ რომ ყველა გოგოს უჭირს საკუთარი სახლის და ოჯახის ასე ვთქვა დატოვება. განა ბათუმი პატარა ქალაქია და არავის მოვასვენებ. ბედნიერად ტოვებთ საკუთარ სახლებს, ანუ გოგოებს გიჭირთ და ბიჭები ძალიან ცუდად ვარ და იცი ეს გადაწევა შენზე. რაღაცას რა ვამბობ შენზე, ნუ გადაგაქვს. ახლა უნდა ვისაუზმო. წიწიბურა და გაუდასყველი მაქვს დამთნარი ზემოდან. მომე კაი არ მინდა არაფერი შენი ნათქვამი რა. თვაზე ნახეთ რა მჭირს. უეჭველი ბარბერშოპი მჭირდება ზიკლაინ, რომელიც ჭავჭავაძის 40 ნომერშია. გემრიელია ძალიან. შენი მოგონილი რეცეპტია? არ ვიცი, განა არავის არ უცდია რომ წიწიბურას დაახეხოს ყველებს. უნდა დილით რომ გავახვიძებ და ჩვენ სამზარეულოში რომ გავალთ და კუნძული რო იქნება და არბანის კოშკზე ხედი რო იქნება. აუ ხურა. ყველაფერს გაგიკეთებ, ყველას ეჭვას თუ გიგა. კაი. არხს რა შეეხება, არხს სპონსორი არ ყავს, შეგიძლიათ დამასპონსოროთ, აუ ბოსტოშილი უყო რა ვიზუალზე.